არადგილებ თუ შეიძლება საკუთარი თავი და კოლეგები ასე ვთქვათ და მე დაიწყე აკეთებ. ამას დაიკითხავ. დიახ. გიორგი ჩანტლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. კაცო. ჩვენ საქართველოს უპარტიო დამოუკიდებელი მოქალაქეები ვთვლით, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს რეალური სახე. მოქალაქეებმა უნდა შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა მაშინაც, როდესაც ეს მოსაზრებები სადარბაზოს განათებას თუ პურის ფასს სცილდება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობის ყველანაირი კრიტიკა ძველი ხელისუფლების მხარდამჭერად და რატომღაც ავტომატურად არალეგიტიმურად აღიქმება. ეს დემოკრატია არ არის. ახალი ხელისუფლება ამომრჩეველს იმისთვის უნდოდა, რომ ჩვენმა დემოკრატიამ ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროს. დღეს ახალი ხელისუფლება ისევ უშვებს შეცდომებს და მხოლოდ სხვისი შეცდომების იმართლებთ თავს. ჩვენ არ მიგვაჩნია საკმარისად ფრაქციათა შორის შეთანხმება პროდასავლური კურსის შესახებ მაშინ, როდესაც მთავრობის ყოველდღიური მოქმედება რუსეთისკენ მოძრაობას და დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებაზე მიუთითებს. ამისთვის არ უბრძოლია ქართულ ხალხს, რომ 2013 წელს რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები რაიმე პროდუქტს თუ სტრუქტურას გვიმოწმებდნენ. ამორჩეველმა იმისთვის შეეცვალა ხელისუფლება, რომ მოქალაქეებს რეპრესიების აღარ ეშინოდეთ. ამის მაგივრად ახალი მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დაჭერებით არის გართული. ის რომ პოლიტიკური დაპირისპირებების მსხვერპლი დღეს ათასობით სტუდენტი შეიძლება გახდეს, სხვა უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური დამოუკიდებლობას და კანონით მინიჭებულ ავტონომიურობას უყენებს საფრთხეს. ეს დემოკრატია არ არის. წინასაარჩევნო დაპირებების არ შესრულება, ბანკის ვალებს გაგისტუმრებს, სწავლა უფასო იქნება, გაზის და დენის პასი განახილდება და ასე შემდეგ გავრცელებული სენია. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების მოტყუება დასჯადი ქმედებაა და ეს ყველა ვნახეთ უკვე 5 თვეა, რაც მალე გაიგებ და მომავალში დაინახავთ სუსმეთ. 5 თვის შემდეგ კვლავ უცნობია რა მივიღეთ გაზრდილი კრიმინალის ნაკლები უსაფრთხოების საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პოზიციების დასუსტების, ბენზინის და საკვები პროდუქტის ფასის გაზრდის და ინვესტიციების შემცირების სანაცვლოდ. ამიტომ ჩვენ გავალთ აქციაზე 19 აპრილს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს მთავრობის ოპოზიცია და ეს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება იყოს. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ მოსაზრებებს დაემთხვევა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ მხარდაჭერას. უმცირესობის წევრები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ზეწოლა მიმდინარეობს და ბევრი ადამიანი შესაძლებელია ვერ მოვიდეს ამ აქციაზე. თქვენზე ხომ არ ხორციელდება რაიმე მსგავსი გზავნილები ხომ არ ყოფილა ხელისუფლების მმართველი გუნდის მხრიდან, რომ აქციაზე არ გახვიდეთ მსგავსი რაღაც? ჯერჯერობით არ. არა, არ ყოფილა და ესე იგი მე მინდა ხაზი გაუსვა რას, რომ მე ვარ მაგალითად აქ, იმიტომ რომ ვთვლი აუცილებელი არის ქვეყანაში იყოს ოპოზიცია. ჩვენ სამჯერ უკვე დავკარგეთ ამისი შანსი, ესე იგი, როდესაც მრგვალი მომაგიდა მოვიდა ხელისუფლებაში, აოთქლდა კომუნისტური პარტია, ესე იგი შემდეგ ნაწილობრივ დაბრუნდა ხელისუფლებაში, მაგრამ უკვე სხვა სახელით. მრგვალი მაგიდან მოგეხსენებათ იყო გადატრიალება, როდესაც წავიდა მოქალაქეთა კავშირი, ისიც აორთქლდა და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სრული ხელისუფლება. ეხლა ჩვენ გვაქვს ალბათ პირველი შანსი, რომ არსებობდეს ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია, რომ ოპოზიცია ვთქვათ, რომელიც იყო ხელისუფლება წინა მთავრობის დროს, 6 თვე არის გასული, ის არსებობს და ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ბალანსის დაჭერა, პოლიტიკური ბალანსის დაჭერა, ეს არის ჩემის აზრით პოლიტიკური ძალების ერთმანეთს შეკავება. ესე იგი, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. მე მესმის სადღაც მართველი პარტიის, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ესე იგი დარჩეს მხოლოდ ერთი პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ მოახდინოს თქვათ პოლიტიკური მოწინააღმდეგის მარგინალიზაცია და ერთადერთი უბრალოდ გასაგები არის, იმიტომ რომ ყველა ძალას, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მმართველობა. მაგრამ ჩვენი საქმე არის, მე ვფიქრობ, მე ვარ პირადად ელექტორატის ნაწილი ნაციონალური მოძრაობის, მე მათ მივეცი ხმა და მე ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულება არის რაღაცნაირად მივიღო აი ამ დაბალანსებაში მონაწილეობა. როგორ ვთქვით ეს აქციები რამდენად შეცვლის, ან აქცია რამდენად შეცვლის დამოუკიდებლობას მმართველი გუნდის მხრიდან, კურსის საკითხებით? არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე უნდა დაიწყოს საუბარი, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს საუბარი. დათო თარხნიშვილი, ბიოლოგი.
შეიძლება დავაზუსტოთ 19 აპრილის საზოგადოებრივი მოძრაობა, ხო? თქვენ ახლა დაფუძნდით, ასე ვთქვათ, ეს ახალი ორგანიზაცია და მოძრაობის მიზნებს და ამოცანებს დავასახელებთ, ეს რაც თქვენ წაიგეთ, ან ეს ახალი ორგანიზაცია? კი, ესა ჩვენი პირველი პრესკონფერენცია. ჩვენ რამოდენიმე ამ ორგანიზაციაში თქვენ წარმოადგენთ სტუდენტს როგორც ვინ არის გაერთიანებული? ვთქვათ ილიაუნის მე ვარ აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი. დიახ, ანუ ეს არის ძირითადად არის აპოლიტიკური და აპარტიული ხალხისგან დაკომპლექტებული საზოგადოება, რომლებიც ანუ როგორც ბატონმა დათომ ბრძანა, გვინდა გამოვთქვათ ჩვენი ასე ვთქვათ მოქალაქეობრივი ოპოზიცია, ანუ დავანახოთ საზოგადოებას, რომ ვართ მოქალაქეები, რომლებიც ვართ ოპოზიციაში და არ განვეკუთვნებთ არანაირ ესე ვთქვათ პარტიას. ამ ეტაპზე დაახლოებით რამდენ ადამიანს აქციონებს თქვენ მოძრაობა? ამ ეტაპზე იცით როგორ ზუსტად აღრიცხული Facebook-ზე, ანუ ჩვენ დაახლოებით გვყავს 500-600 მეგობარი, ასე ვთქვათ. Ну, შეიძლება ეს ოფიციალურადაც ჩაითვალოს ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოების წევრებად. ეს არის სრულიად არაფორმალური გაერთიანება. პირველ რიგში ეს არის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ როგორც მოქალაქეებმა, ასე ვთქვათ, თანამოაზრეები ვართ ამ საკითხში, რომ ქვეყანაში მართული პროცესები რაც არსებობს, პირველ რიგში მოქალაქეების საკითხია. მე როგორც მოქალაქე ვთვლი აუცილებლად და ვალდებულად ჩემთავს, რომ ჩემი თავისუფლება მაშინ იქნება დაცული თუ მე ვიცავ სვის თავისუფლებას და პირველ რიგში ვიცავ ქვეყნის თავისუფლებას და აი ამ შემთხვევაში, აი ამ აზრებთან თანხვედრამ იყვანა იქამდე რომ ჩვენ ესეთი რაღაცა არაფორმალური გაერთიანება ჩამოვაყალიბეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანების, სტუდენტებიც ვართ, მასწავლებლებიც ასე ვთქვით, პირადად მე პუბლიცისტი გახლავართ იმ პროექტზე. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიციები ბევრ რაღაცაში ემთხვევა, ჩვენ გვაინტერესებს რომ ქვეყანაში იყოს ერთიანი სტანდარტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც არ უნდა იყოს მოსული ქვეყნის მმართველობაში, ის პირველ რიგში უნდა იცავდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. აქედან გამომდინარე არ უნდა იყოს იმის საფრთხე, რომ ჩვენ თლიანობას და დამოუკიდებლობას რაღაცა საფრთხე შეექმნას და ამის საშიშროება არ უნდა არსებობდეს. ვინაიდან მე პირადად განვიხილავ, რომ ევროპასთან და დასავლეთთან კავშირს ჩვენთვის ალტერნატივა არ გააჩნია. როდესაც ჩვენ გვყავს ოკუპანტი და რომელიც ჩვენს ტერიტორიებს გვეცილება, ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც პატარა ქვეყანას მცირერიცხოვან ერს სხვა საშუალება გარდა იმისა, რომ ყავდეს პარტნიორები, საიმედო პარტნიორები, რომლებიც ამაში ჩვენ გვეხმარებიან, როდესაც ამას ალტერნატივა არ აქვს. სხვა მიმართულებით სიარული წარმოუდგენელია ამ შემთხვევაში, ვინაიდან ქვეყნის საერთო ინტერესები ამას ითვალისწინებს. გეუბნებთ, ეს არის Facebook-ზე შექმნილი ჩვენი ჯგუფის ესეთი ინტერესი, რომ ჩვენ როგორც მოქალაქეებმა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, მივიღოთ მონაწილეობა ამ დაანონსირებულ აქციაში, რომელიც ქვეყნის საერთო ინტერესებს ეხება და აქედან გამომდინარე, სხვებსაც მიუწოდოთ, ვისაც ესეთი აზრები აწუხებს და ვის ამას ეთანხმება, სიამოვნებით, ვინც შემოგვიერთდება და უკან. არა, დამოუკიდებლად. თქვენ ანუ Facebook-ით იპოვეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა. არანაირი შეხება. რა თქმა უნდა, მე მყავს გარკვეული მეგობრები, ნაცნობები იგივე უნივერსიტეტში და ნუ ეს არ არის პირველი აქცია, გეთახვა. არ არის ეს პირველი აქცია. 25 თებერვალს ამის საწყისი რაღაცები უკვე გადავდგით ნაბიჯები და სხვადასხვა რაღაც აქციებში ასე მანამდე ოკუპაციის მუზეუმთან მქონდა. ეს არ არის ეს უკვე მოდის, აი. 1 ოქტომბრიდან ნელა გაგვიჭდა სურვილი. სამწუხაროდ პროტესტო აქციების ორგანიზების თქვენი ვარაუდით რა რაოდენობის მოქალაქეების შეკრებას შეძლებს პირად თქვენი ორგანიზაცია. იქიდან გამომდინარე თუნდაც რომ მთავრობის ხელმძღვანელმა თავისი ვარაუდი გამოთქვა რომ 150-მდე ადამიანი თუ მოვა ამ აქციაზე. ნუ ეს 500 ჩვენ ესე ვთქვათ. არ ვიცი მე ციფრებს ვერ დავასახელებ და არ დავასახელებ. ჩვენ შევკრებთ ალბათ დაახლოებით Facebook-ის მეგობრებს. მე ასეთ რაღაცას გეტყვით. პირადად მე მაგალითად თუ ჩავთვლი საჭიროთ რომ რაღაცა ქმედება არის არასწორი, მე მარტო სწავალ და დავდგები. შეიძლება ვინმე შემომიერთდეს, არ შემომიერთდეს, ამ შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ჩვენი შინაგანი მოთხოვნილების, ასე ვთქვათ, რეალიზება. ჩვენ ასე მიგვაჩნია, ჩვენ ასე ამის საფუძველზე დავმეგობრდით ინტერნეტ სივრციდან უკვე რეალობაში და ეს არის ჩვენი მთავარი
სამოქალაქო პოზიცია. რაც აქციები თუ იქნება უკაცრავად, ანუ თუ მხოლოდ 19 აპრილის. არა, მანამდეც რატომაც. Ну, თუ საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, აქციებში მივიღებთ მონაწილეობას წინა. ეხლა მე პირადად რატომ ვარ აქ გეტყვით არის სიტყვით, აი მაგალითად, მე მაქვს სრული უსამართლობის შეგრძნება სამწუხაროდ 1 ოქტომბრიდან ნაბიჯ-ნაბიჯ დიდად გაიძახიან რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენისთვის მოსული ხელისუფლება და აღმოჩნდა რომ არის პირიქით. ეხლა ბევრი რომ არ ვილაპარაკო სიტყვის თავისუფლებაზე გამომახვილებ ყურადღებას, მაგალითად ავტორი მაია ორჯონიკიძე თქვათ მაესტროზე პოლიტმენტში დაჯდა ოპონენტთან და 2-3 დღეში მისი ვაჟი დააპატიმრეს. მაგალითად, ბევრი რომ არ ვილაპარაკო აგრარული უნივერსიტეტი პენდუქიძე დაჯდა თუ არა ტელევიზიაში და ისაუბრა დაუშვათ რაღაცა გარკვეული სიმპათიები გამოხატა წინა ხელისუფლებისადმი და გახდა ოპონენტი ამ ხელისუფლების, მოხდა რა აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება. ამის მაგალითად მინდათ მოგიყვანოთ, რომ მე პირადად დამკვირვებლად და დამკვირვებლების თანხლებ პირად ხშირად მიმუშავე. როდესაც მოხდა 1 ოქტომბერს არჩევნებზე აღიარება არჩევნების შედეგების, პარალელურად იქ ითქვა, რომ ტექნიკური ხარვეზები იყო, მაგრამ არალეგიტიმურად არავის დაუსახელებია ეს ხელისუფლება, არჩეული ხელისუფლება ჩაითვალა. ანუ თუ არის რაღაც ტექნიკური ხარვეზები უნივერსიტეტში, არ ნიშნავს რომ უნდა გაუქმოს ავტორიზაცია. ეს არის სრული უსამართლობა. სწორედ ამიტომ ვიღებ მონაწილეობას აი ამ აქციებში. იყო შეკითხვა ნაციონალური მოძრაობის შესახებ, ესე იგი ამ მე შემიძლია და გავიმეორო ის რაც თქვი, რომ მე ვარ პირადად, ესე იგი ელექტორატის ნაწილი ნაციონალური მოძრაობის და იმედი არის რომ დავრჩები, იმედი არის რომ დარჩება თქვა პარტია. რომელსაც მე მივცემ ხმას მომავალშიც ალბათ თუ რაღაც არ მოხდა ესე იგი მე მეტიც ვარ დარეგისტრირებული მხარდამჭერად ვებსაიტზე ნაციონალურ მოძრაობას აქვს ვებსაიტი სადაც ხდება მომხრეების მხარდაჭერა მომხრეების დარეგისტრირება და ეგ მე ვფიქრობ რომ არის აუცილებელი პროცესი ქვეყანაში რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ღიად ყავდეს მოსახლეობაში მხარდამჭერები ჩვენ ახლა აი ბოლო გამოკითხვა არის აერაის სადაც 57% მხარს უჭერს მთავრობა ესე იგი იმ ცვლილებებს რომელიც ახლა ხდება 19% არ უჭერს მხარს პირიქით თვლის რომ არის ცუდი არის 24% რომელიც ყოფნამობს მაგრამ მე ვფიქრობ რომ არ არის სრული თავისუფლება გამოხატულების თავის დამოკიდებულების ესე იგი და ამავე დროს არის რიტორიკა ისეთი რომ სიტყვა ძალიან მარგინალური არის და ნუ 1 და 2 ადამიანი თუ დაუჭერს დღეს იგივე ნაციონალურ მოძრაობას მე ამას არ ვეთანხმებ